დილამშვიდობისა მეგობრებო. დღეს არის 24 მაისი, დილის 6 საათია და თქვენთან ერთად მინდა შემოვუარო ბაღს. 2 დღე გასული ვიყავი ქალაქიდან და რო ჩამოვედი ისეთი ამბავი დამხვდა. მშობლიური გურიის ჰაერი შევისუნთქე. ნათლია ჩემთან ვიყავი ჩასული და მე კი შევისუნთქე ჰაერი, მაგრამ ჩემმა ვარდებმა აგერ დაიყვავილეს ამასობაში. ეს სურირდე პერიგიოა. ფანტასტიკური ყვავილები აქვს. აი, ხელის გულზე არ მეტევა, იმ ხელა ყვავილია. ეხლა ისე მესმის იმ გოგო ბიჭების, ვინც ვარდებთან არ ცხოვრობთ და ჩამოდიხართ შაბათ-კვირას, უკან ეს მულენგალეტია. ძალიან ძნელია, ერთი დღე არ დაიტოვება ბაღი. ყოველ დღე რაღაცა ხდება. საერთოდ ვერ ვიცანი ჩემი ბაღი რო ჩამოვედი. რა ხდებოდა? ძალიან შოკი ვარდი, გამოდგა ეს სურირდე პერიგიო. რამდენიმე წელი მზეში მყავდა სხვა ადგილას და წესიერად ყვავილობაც არ მინახია ამისი და ვფიქრობდი უკვე საერთოდ გადატანას ჩემი ბაღიდან, გაჩუქებას და მე ეს ადგილი რო გამომეჩნდა ცოტა სიგრილეში. ვიფიქრე შანს მივცემ თქო და აი შეხედეთ, შანსი კი არა, გამაგიჟა. აქეთ ეს ევას გული აპირებს გაშლას. აქედან დავიწყე მიმოხილვა, იმიტომ რომ აი ეს უნდა მეჩვენებინა. პირველი ყვავილი კი ჩამალულია. ეს არის გაზელ რალი. გახსოვთ დელბარის ვარდი, რომელიც იაპონიას მიყიდა. იაპონიაში გავრცელებული ევროპული ვარდია. აი ესეთი გოგო გამოდგა. აქ აქვს კიდე კოკრები და ვნახავთ კიდე უკეთესად მერე მის ყვავილობას. აქეთ რაფაელა. ამის ჩახვევაზე ვგიჟდები. ეხლა შეხედეთ. აქეთ შეხედეთ ზადასთან ლიბელულა ხომ ყავს ჩარგული. აი ეს ჩვენი ნაქები ლიბელულა. აი სიმართლე გითხრათ, რატომღაც აი დიდად არ გავგიჟდი ამ ვარდზე რა. ვფიქრობ ახლა რომ დავიტოვო თუ რა ვიცი, ვნახოთ აწი და აწი რა სიზამს. და შეუდარებელი შეხერეზადა. აქეთ კიდევ ერთი სიახლე გაიშალა. შეხედეთ, ეს არის პრინცესა ჭანგუნი. პიონს უგავს ყვავილი. აი ეს არის პირველი ყვავილი, მაგისი შარშან ქოთანში მყავდა. ჩავსვამ აქ სურათს გაჩვენებთ შარშანდელ ყვავილს. და წელს აგერ გამახარა, რო გადმოვიტანე ნიადაგში, წავიდა ზრდაში. ძალიან ამაღლდა და ბევრი კოკორიც გამოისხა. მაგრამ პირველი ყვავილი შოკია მაინც.
ეს ბრემენელი მუსიკოსებია. ჩემს არყოფნაში გაშალა ყვავილები, წამოწვა ტოტებით, მომიწია მისი აყენება დაბმა. მე ეს ვარდი პირველად ვნახე ირინა ბრეგვაძესთან და ისე მოვიხიბლე, ისეთი ლამაზი იყო. ხე იზრდება, ჩემთვის ხო იცით ახლა ნომერი 1 ვარდი არის ტრავიატა და მსგავსი ვარდები, ხესავით ძლიერები და ვოცნებობდი ამ ვარდის ყოლაზე. და აი ამის რუდა ოცნება და ჩემს ბაღში ვუყურებ ახლა ამის ყვავილობას. შარშან მქონდა რამდენიმე ყვავილი, მაგრამ წელს აგერ მომიწყო ნამდვილი ფეერვერკი. ისევ სურირდე პერიგოს ვუბრუნდები, თვალს ვერ წყვეტ, ისეთი ლამაზია. აქ მეცხრე ანგელოზი უკვე გადაყვავილდა, მაგრამ მაინც ულამაზესია. რამდენი ხანი, აი პირველი ვიდეო როდის გადავიღეთ, 6-ში თუ 7-ში ხო? ანუ ფაქტიურად 3 კვირა ხო დგას გაშლილი. აქეთ მხარეს თითქმის არაფერი ხდება. აუბე უკვე მე მშვიდობება, მაგრამ კოკრები ისევ აქვს. ნახავ მაგის გაშლასაც და აქეთ შეხედეთ ახლა ამის ბეზეებს. ეშლისნაირი მეორე ვარდი ხო არ არსებობს. ფორმით, ფერით. ამის ზომას შეხედეთ. გეფიცებით მადარტის ტორტი ამაზე დიდი კი აღარ მოდის რო უკვეთავ. სუფთა მადარტის ტორტია. ვიცი რომ ხშირად ერთი ყვავილის მოყვარულს მეძახიან, მაგრამ გავქნა იმ ვარდი, რომელიც მომწონს, იმის სულ ერთ ყვავილს ისხამდეს სეზონზე, იმ ერთ ყვავილს ვეთაყვანები და ამას შეხედეთ, რამდენი კოკორი აქვს კიდე. იმიტომ რომ ჩაის ჰიბრიდებზე ვგიჟდები და მაინც აი ამდენი ვარდის მერე ჩაის ჰიბრიდებს ვანიჭებ უპირატესობას. მერი ლენოქსი ძალიან სურნელოვანი გოგოა. აი აქ რო როქსანა დაიწყებს ყვავილობას, შეხედეთ როგორი გადაწოლილი ტოტები აქვს, აი მილიონი კოკრით. კარგი სანახაობა გველოდება წინ. ეს კოლინ რუჟი აი ესეთი ჩამჯდარი ფერი მიიღო, ბოლომდე გაშლილი და
ძალიან სერიოზული ვარდი ჩანს. შარშანაც ხო იყვავილა და წელს აი ესე დამასაჩუქრა ულამაზესი ყვავილებით. აი ასე დავდექი, რომ გაჩვენოთ ეს არის კოლინ რუჟი მარცხნივ და აქეთ მარჯვნივ არის აია. აი ფერის სხვაობა რომ ვნახოთ. ისეთი ხატოვანი საუბარი მე არ შემიძლია, რომ ზუსტად აღვწერო იმის ფერი და ამის ფერი და შევადარო სიტყვიერად, მაგრამ ვიზუალურად ახლა თქვენი თვალით ხედავთ როგორი ფერის არის კოლინ რუჟი და პაწუწკუნა აია. პირველი წლის ვარდია შეგახსენებთ და ნეტა მომავალში როგორი გოგო გამოდგება, როგორი გახდება. უკან კინქიუს კოშკია. პაწუწკუნა გითხარით ხო, რომ ეს კინქიუს კოშკი გრილამინში იშლება მოყავისფრო და მზეში იშლება იისფერი. შარშანს იისფერი ყვავილები ქონდა და წელს აგერ სიგრილის გამო ყავისფერებში გაიშალა. ფერებით, ტონალობით გავს შარლოტა პერიანს. ნუ ახლა ზომით რა თქმა უნდა განსხვავდება. ძალიან პატარაა ჯერ. ეს არის სუზიკოს ნაჩუქარი მონტროიალი. ძალიან სერიოზული გოგოა. აი რა ვიცი, ჯულიეტს ჩემთან არ მოეწონა და ეს რაღაცა მივამსგავსი ამის ყვავილები შარშან ორი ყვავილი ქონდა და წელს აგერ უკვე დაბუჩქდა. ულამაზესია ეს მონტროიალი და ვიცი ახლა რომ ბოლომდე გაიშლება, გაშლის ამ კოკრებს, იმიტომ რომ შარშან გადაიშალა. უბრალოდ ძალიან დიდ ხანს შლის და გეგონება ესეთი ფორმის უნდა დარჩეს. მაგრამ არა. ვიცი ამის ბოლომდე გაშლილი ყვავილი ნანახი მაქვს. შეხედეთ რა სილამაზეა. აი რომელ ვარც ამგვანებთ. დიდი ბუტკუჩა ბუტონები აქვს ნახეთ. და აქვე აქ თოჯინის ტაბა უზის გვერდით და გაჩვენებთ რომ გაიშლება და ეს არის ფერუზიკო. ესე იგი პირველი მცდელობა მქონდა ამ ვარდის ყოლის და ვერ გაიხარა ჩემს ბაღში. გამიფუჭდა ნერგი და მომიწია ხელმეორედ გამოწერა. ძალიან იშვიათია რომ მე რომელიმე ვარდი გამიფუჭდეს და მით უმეტეს მე ისევ იგივე ჯიში ვეძებო. მაგრამ ამით ისე მოვიხიბლე იაპონური ფერუზიკო. ეს არის ნინოს ღაპარაძის ვარდი, მეგობრებო. ნინოსთან ვნახე 2 წლის წინ და გავგიჟდი, ისე მომეწონა. თუ არ ვცდები, თუ სწორად ამოვიცანით, არის Fire Flash, ესე ქვია. აი ესეთი ტოტები აქვს გამოსროლილი. ვაიმე ხმანელნელა მიბრუნდება, მე მგონი რამდენიმე დღის წინ ნინოსთან რო ვიყავით, რამდენიმე საათი ხო ვილაპარაკე გადაბმულად და მეორე დღეს საერთოდ ხმას ვერ ვიღებდი. ისე ვიყავი.
ექიმი მეუბნება ხმის იოგები გაქვს გადატვირთული და ეცადეო საერთოდ არ ილაპარაკო, ნაკლები ილაპარაკო. მაგრამ რა გინდა რო ქნა და იმედია მაპატიებთ ამ ჩახლეჭილ ხმას. აი ეს სილამაზე უნდა განახოთ. ყოველ წელიწადს სტაბილურად კარმენ ვიურტი არის სრული შოკი. სიგანეში მიდის და მიდის, აი არ ვიცი როგორ გავაკავო. მზეს მაინც ვერ უძლებს ეს გოგო, მაგრამ იმდენი კოკორი აქვს, იმდენი ისე უხვად ყვავილობს და ცulis ერთმანეთს ეს ყვავილები, რომ ვერც ატყობ, რომ მალე გადაყვავილდება მზეში. ენაცვლებიან ყვავილები ერთმანეთს და საერთო ჯამში სულ ყვავილშია. აი ესეთი გოგოა. აი დაუჯერებელი სილამაზის. აქეთ მულენგალეც მართლა გაუჭირდა წელს. ჯერ ეს ზედა ნაწილი სულ მოვაჭერი, იმიტომ რომ ქარში ერთი დილაც იყო გამოვედი და სულ გადატეხილი დამხვდა. და მომიწია გადაჭრა პირველი მსხვილი ყვავილების. ესენი შედარებით უფრო პაწუკებია, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. რა ქნას ახლა ამის ბრალი არ არის, ეს წლევანდელი ჩვენი უამინდობა. მეორე წლის ვარდის კვალობაზე მეტი რა ქნას. აქეთ არის კაურუნო. ესე იგი კაურუ შემოკლებით ყოფილა და სრული სახელი ყოფილა კაურუნო. აი ბოლო ვიდეო რო დაიდო კეისეის ბაღიდან, იქ ძალიან კარგად ჩანს ამის ყვავილობა. და ჩავსვამ მიაკ სურათს კეისეის ბაღიდან, სკრინი გავაკეთე და შეხედეთ როგორი კოკრები აქვს, ანუ ბოლომდე არის შლება მართლაც, როგორც ვივარაუდე და აი ესეთი ფორმის ყვავილები აქვს. მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, აი ახლა ნაწვიმარზეც ისეთ სურნელს აფრქვევს. ძალიან ორიგინალური ვინმეა. აქეთ შარლოტა პერიანი მყავს. აი რა ვუყო ამდენ კოკორს. იქაც კიდე. აი ესეთი გაშლილი ყვავილი აქვს შარლოტას. დიდი ტანადი გოგოა. ელიმ წელს ცოტა გამაბრაზა. წვიმა დაემთხვა გაშლას, ყვავილობას, პირველ ყვავილობას ბოდიში. და ფაქტიურად არც მინახია გადავჭერი ის გაფუჭებული კოკრები. მაგრამ ეხლა უკვე აი ეხლანდელი გაშლილი ყვავილები გავს თავის თავს.
ეს პაწუკაინჯი რომანტიკა ძალიან მომწონს უსაყვარლესი გოგო გამოდგა და აი ეს არის ბლუბერი ცოტა გახუნდა მზეში აი ნახეთ მაგის ნამდვილი ყვავილი აი ესეთი უნდა იყოს წესით იქ უკან მუნვოლქია და ნახეთ როგორ უხდებიან ერთმანეთს უმაგრესი ვარდია სუზის კოლექციიდან მყავს აი ესეთი გოგო აქ კიდე რამდენი კოკორია გასაშლელი ვაიმე შენ სასაწევი ხარ გოგო აი მუნვოლქი ხო ვიძახდი მე შარშან წინ მაგარი ვარდია ნერგებიც მქონდა ვინც გაიგო აი შეხედეთ ნუ ეხა ჩემი საყვარელი ჩაის ჰიბრიდია მესმის რომ ყველას არ მოწონს მაგრამ ჩემთვის ეს არის იდეალური ვარდი ძალიან დიდხანს შლის ყვავილს გაშლილიც ძალიან დიდხანს დგას მე ძალიან ყვაყოფილი ვარ რა ვიცი ეს ჩვენი შეხერეზადა ჩაფუშფუშებული გოგო აქეთ წელს ერთი ყვავილით დამასაჩუქრა ეს არის ვედინგ ბელი და ჩვენი საყვარელი სანი სმაილი კიდევ ერთი ყვითელი გოგო იაპონური ეხლა იწყებს გაშლას ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს აღარ გავჩერდები ისეთ ნაცნობ ვარდებზე აი აქ სუპერ ტრუპერია ეს პულმანი იქეთ ნახეთ რა ამბავია ეს არის ნონა ნახეთ რა ლამაზია ღმერთო ეს უკვე გადაყვავილდა ერთი ყვავილი და აი ესეთი შეხედეთ ძალიან ელეგანტური ბუჩქი აქვს თვითონ აი ეს სწორად მდგარი კოხტა აქეთ-იქეთ არის სურის ტოტებს აი ესეთი გოჟარი ნახეთ ბოლომდე გაშლილი რა ლამაზია აი ესე გამოისვრის უია კლემატის მიება რა ხარ გამოწიე გამოისვრის ასე რქებივით ამ ტოტებს ეს კიმურას შამპანურია წინა წლის ვარდი როგორ მაინტერესებს ინტერნეტში ერთადერთი სურათი დევს ამის წესიერი და ეხა იმ სურათით თუ მივსჯელეთ მაგარი ვარდი უნდა იყოს მაგრამ სინამდვილეში რა გამოვა აგერ ვნახოთ ერთად კეითი იწყებს შეხედეთ ხოსტები რა დღეში არიან აქ
პატარა ჰორტენზია უზით. და ეს ამის მოკლე ვიდეო გაჩვენეთ უკვე. მაგრამ ყოველ დღე იცვლება ყვავილი, ბუჩქი თვითონ კოკრებს შლის, ზოგი დაიყვავილებს, ზოგი გაიშლება და მაინც არ გამოდის, რომ ერთი და იგივეს ვიღებ ყოველ დღე, იმიტომ რომ მართლა ცოცხალი ორგანიზმია ბაღი და ყოველ დღე რაღაცა სიახლე გვხვდება. აი შეხედეთ, ეს არის ჰელენა, კიმურას ვარდი. სუპერ გოგოა, ულამაზესი. ისეთი ნაზია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლიერი ვარდია. რა ვიცი, ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია ამ ვარდს. არც ქარიშხალში გადაუტყდა რამე კოკორიან ტოტი, არც მზეში არ დაიწვა. ეხა მეტი რა მოეთხოვება, ხო? ვარდს. არც ავად გამხდარა, არც ერთხელ. მეორე წელია რაც მყავს. ამან გამაგიჟა. კრისტალინა გოგო. რამხელა ყვავილები აქვს. აქ ეს თილიაც რო გაიზრდება და ბუჩქდება და ასე გვერდ ჩაეხუტებიან ერთმანეთს, იქნება სუპერ. აი აქედან განახებთ. და კიდევ ერთი ჩემი აღმოჩენა ვარდი. აი უსუპერესი, არ ვიცი როგორ აღწერო, შოკი. სრული შოკი ვარდია. ნახეთ როგორი ლამაზი ჩახვევა და კოკრები და რა ვიცი, აი ეს არის დუნხუანი, მეგობრებო, კიმურას ვარდი. ჯერ ბუჩქი ნახეთ. სწორად დგას, ესე მაღლა იყურება. არც ტოტები ჩამოუწვება. იმხელა ყვავილებს, იმ სისქო ყვავილებს იჭერს და სურნელი აქვს ბომბი. აი არ ვიცი როგორ აღწერო, ხომ მყავს ახლა სურნელოვანი ვარდები, ბოლო-ბოლო იაპონიის ნომერი 1 სურნელი ყავს აგერ ბაღში. კაორუნო. ჩანდოსიც ხომ მყავს. კი, ახლა ვერაფერს ვიტყვი, ძლიერ სურნელოვანი ვარდებია ისინიც, მაგრამ ამის სურნელს ვერც ერთი ვერ შეედრება. პლუს ულამაზესია. ეს უკვე განახეთ გუშინ მოკლე ვიდეოში და დიდი ხანი აღარ გავჩერდები ამასთან. ჯისე. აი მარტო ამ ვარდის შექმნისთვის ვეთაყვანები და პატივს ვცემ სირიუს. მაგარი ბიჭი ხარ, სირიუს. ეს რო შექმენი. ეხლა უცებ არ გაიგონოს.
სირიუსმა ჩემი სიტყვები, ეს ავალანჟია. მაგრამ რა იცით რა ხდება, აგერ მარია ხარჩენკომ მომწერა. ხო იცით თქვენ, რომ რამდენიმე რუსულენოვანი ვიდეოც გადავიღე ნინოსთანაც, რომ რუსულენოვანი ვარდომანებისთვის გამეცნოს ჩვენი ქართული ბაღები, საქართველოს ბაღები. რითვართ ვინმეზე ნაკლები, ხო? ხო და გაგიჟდა ხალხი, ისე მოეწონათ, ესე იგი მწერენ ეს დღეები. იმდენი კომპლიმენტი მივიღე საზღვარგარეთიდანაც, ათენიდან მომწერა გოგომ, ინგლისიდან, გერმანიიდან, ბელორუსი, უკრაინა, რუსეთი თავისთავად, რუსეთს ვინ გადაუჯოկრავს ახლა ვარდის მოვლაში ჯერჯერობით. ისე როგორ წვალობენ არა ამ ვარდების შეფუთვით. და მაინც რო ვერ ისვენებენ და ყავთ ეს ვარდები. ძალიან ბევრმა მომწერა და ისეთი თბილი სიტყვები მითხრეს და დააინტერესათ ეს ქართული ვარდები, მამულაშვილზეც მოვუყევი. მოკლედ რა ვიცი, რაც შემიძლია ვაკეთებ ახლა. ეს ხო მიხვდით, რომ ასკილი აქ გამოშვერილი და მოსაჭრელი. მოვაშორებ. აი შეხედეთ თეთრი შოკოლადი ნაწვიმარზე. ნიტოშტოის არა, აი გაუფუჭდა გული ნახეთ. არა, უნდა მეთქვა, რომ იოანე პავლე მეორისგან განსხვავებით წვიმომ ვერ მოერია, არ გააფუჭა თქო, მაგრამ აი ეს კარგად არის. თეთრი შოკოლადი. ეხლა ვფიქრობ ეს საწყალი იოანე რო ჯახირობს იქ. ხო არ ამოვიღო თქო და ეს თეთრი შოკოლადი გადავიტანო იქ. იმიტომ რომ აქ ორი ერთად ყავს თეთრი ვარდი. ეს არის ტინეკე, თეთრი დედოფალი, იდეალური თეთრი ჩაის ჰიბრიდია, მაგრამ რა გინდა ეს ბრინჯაოსანა რო დაესია, არც ერთი არ დატოვა ცოცხალი. აი ნახეთ. გადავირიე. რა ვქნა მაპატიეთ ესეთი ემოციები. თქვენთან ერთად ვნახულობ მეც ახლა და აი ესეთი ლამაზი ჩაის ჰიბრიდია ეს ტინეკე. აქეთ ჩემს არყოფნაში ამდენი წელი ტყუილში რო ვიცხოვრე და თქვენც ტყუილში გაცხოვრეთ და ბენჟამინ ბრიტენი რო მეგონა, ლელა კი მეუბნებოდა არა არ არისო, მაგრამ მაინც ჯიუტად. ხო და ეს ყოფილა ასკოტი, უკვე დავრწმუნდი 1,000,000%. ჩემდა გასაკვირვად ეხლა ხო ვიცით, რომ წესით ასკოტი ვერ უძლებს მზეს, მაგრამ ეთყობა ადრე რო უწევს ყვავილობა, ეხლა პირდაპირ შუაგულ მზეში მყავს და შვეინივრად გრძნობს თავს. მართალია, ახლა წვიმებიც დაემთხვა. შედარებით გრილა ეს გაზაფხული, მაგრამ წინა წლებითაც ხო შემიძლია ვიმსჯელო და უძლებს ახლა ივლისი, აგვისტო რა სიზამდა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე ზაფხულში ვარდებს არ ვაყვავილებ, არც სტიმულატორებს ვაძლევ, არც კვებას ვასვენებ და მეორე ყვავილობა ჩემთან დგება აგვისტოს ბოლოდან. ზაფხულში აზრი არა აქვს 50 გრადუს სიცხეში წვალობენ ეს ვარდები და წვალობ მეც, იქით უკან ავალანჟი იშლება ულამაზესი. ეხლა კიდე აი მშვენივრად
გამოიყურება და ძალიან კარგად გრძნობს თავს ასკოტი. სუპერი. ისეთი ჟოლოსფერია. ასეთი ფერის სხვა ვარდი არ ვიცი. ჭეტელა ფერი აქვს ძალიან ფანჯრებიდან პირდაპირ ამას ვუყურებ. აქეთ მზეგოგო ორენჯრივაა უკვე იცით კარგად. არიქა მზე გამოდის და კორალრივა მაგის დაიკო. ეხლა მზემ თუ დააჭყიტა მომიწევს შეწყვეტა ჩაწერის. მზეში ისეთი კარგი აღარ გამოდის. ისე ადრე რომ მეუბნებოდნენ დილის 6 საათზე ყველაზე ლამაზი სურათი გამოდისო. სურათები ვარდისა. ფიქრობდი დილის 6 საათზე რა ამაყენებს თქო. ვარდის გადასაღებად. მაგრამ აგერ მშვენივრად. ვდგები კი არა, სიხარულით წამოვხდები ხოლმე ზუსტად დილის 6 საათზე ჭოდივით. მეხილება თვალები, რომ ეს სილამაზე დავაფიქსიროთ, თქვენ გაგიზიაროთ. დღეს რაღაცა ნამეტანი ხმაურიანი დილა დაგვემთხვა. ეს ბარბარა, ომაშა ბარბარა იწყებს. სუპერ გოგოა. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ომაშა ბარბარა უკვე მეხუთე წელია მყავს და შარშან პირველად დავიშოკე ამის ყვავილობით. ანუ 3 წელი ისე მყავდა, რომ ვფიქრობდი დავიტოვო თუ დავადეპორტო. გადაურჩა დეპორტაციას, მეყო მოთმინება და დამასაჩუქრა ფანტასტიკური ყვავილობით. შემიყვარდა, რა თქმა უნდა. და სამუდამოდ დაიმტკიცა ადგილი ჩემს ბაღში ამ ვარდმა. იქით აღარ გავივლი ახლა. იცით უკვე ზეპირად ჩემი ასორტიმენტია ეს. სამარყანდა, აშრამი, აქეთ მოკაროსა გადაყვავილდა, ბლუმუნი. ცალი თვალით მაინც შევხედოთ ტრავიატას. იცით, რა უნდა გითხრათ კიდე, გაგიზიაროთ, რომ სურათებს აღარ ვუღებ ჩემ ვარდებს, იმიტომ რომ აზრი არა აქვს, შარშან გადაღებული სურათებით სავსეა კომპიუტერი, ტელეფონი, მაგრამ არც ერთხელ არ დამჯდარვარ და არ დამითვალიერებია ეს ცალკე სურათები. რაღაცნაირად, როცა რეალურად ხედავ, ისევ ვიდეო მირჩევნია, ერისი თქმა მინდა. YouTube-ზე, რაც კი მიდევს ვიდეოები, ზამთარში მილიონჯერ გადავხედავ ხოლმე, მაგრამ რო გითხრათ, რომ სურათებს ხანდახან დამჭირდება ხოლმე იმისთვის, ვინმეს რომელიმე ვარდი თუ აინტერესებს, მოვძებნი ხოლმე უცებ სურათს, თორე ისე რომ დავჯდე და დავათვალიერო, არა, ეგეთი რამე არ ყოფილა. თქვენ როგორ ხართ მაგ მხრივ? მაინტერესებს. აქ შევჩერდები სულ 2 წამი. ეს არის გულის წვეთი. შიზოკუ ასე ქვია. სუზისაც აქვს ეს ვარდი, ვიცი. და ეს გულის წვეთი გულს მიწვრილებს რა ყოველ წელიწადს. ვიცი რომ ჩემი ბრალია, იმიტომ რომ ქოთანში მყავს, ეს რომ ნიადაგში იყოს, სხვანაირად მოიქცეოდა. 2 დღე ვიყავი გასული ქალაქიდან, ნახეთ. ეგრევე ნაცარი ეტაკა. არა და ხო იცით თქვენ რომ ყოველ 60 დღეში ერთხელ ლამის სუაპარატით დავრბივარ, ვამუშავებ ამ ვარდებს და მაინც ოღონდ რო იშლება ამის ყვავილი არის ძველებური ფაიფურივით გამჭვირვალე ფურცლები აქვს, ისეთი ნაზი რომ ბოლომდე გაშლილსაც განახებთ. აქეთ უცებ ჩამოვიაროთ.
ეს არის სტეფანია ბარონია. სუდაწოლილი დამხვდა რომ ჩამოვედი და აი დაბმულია ყველა მხრიდან. კორსეტში ჩავსვი ფაქტიურად. აი ესეთი დამახასიათებელი ფორმა აქვს ყვავილის. ვაიმე, აქ მაინც ჩამოწვა. ესე იგი, წოლა ყვარებია ამ ვარდს წვიმაში. ულამაზესი ემილien გიო, ჭყეტელა ვარდი, სტაფილოსფერი. ნახეთ რა კარგია ერთად. კი ახლა ეს სასურათე კომპოზიცია. აქ გოგრის ფანარი, გოგრის სანათი იწყებს. ძალიან ბევრი კოკორი აქვს. ესე იგი, მთელ საქართველოს ხო ჩამოუტანე ეს გოგრა და ყველაზე ბოლოს გამოვიწერე ჩემთვის და თქვენი ვარდები, თქვენი გოგრის ფანრები ჩემსას ძალიან უსწრებენ ზრდაში. ჩემი არის ძალიან პაწუწკუნა. და აქეთ ნაზიბროლა მარია ტერეზია. ლერი ხო იცი? შენი რეკომენდაციით მყავს ეს ვარდი. კი ძალიან ლამაზი და ნაზია მომწონს. რო დაბუჩქდება და გაიზრდება, კარგი ვინმე იქნება. ეს არის შელი. სუზისგან მყავს იაპონური ვარდი. აი დავიჭირო ფერი. ჯერ ახლა იშლება. ეს არის ჟანა მორო. რა ვიცი, როგორც ამბობენ, ყველაზე ლამაზი თეთრი ვარდიაო. ნახოთ, აბა ბოლომდე გაშალოს ყვავილი და შევაფასებთ ერთად. რამდენად ყველაზე ლამაზია. აქეთ წითელ ქუდა მყავს და უკან სოფი ლუიზა. ერთად რო გაიშლებიან, იქნება მართლა კარგი სანახაობა. გუშინ ჩემი დიდი ხნის მეგობარი ვარდომანი მარინა მჭედლიშვილი მყავდა სტუმრად. რა ვიჯერეთ გული ვარდებზე საუბრით და სხვათა შორის მაგან აღნიშნა, რომ ჩემს ბაღში საკმაოდ ბევრი თეთრი ვარდი ყოფილა. ანუ აქცენტი მაინც თეთრ ვარდებზე გავაკეთეთ. ეს ნახეთ. ბალერინა, გოგო. ბალერინასავით. ბალერინას კაბასავით ყვავილები აქვს. კოკორში აი ასეთია. და მე რო იშლება ძალიან სურნელოვანი ვარდია. ძლიერი, ნახეთ როგორი კოხტა და ლამაზი ბუჩქი აქვს. დაბალზე ვსხლავ ყოველ წელიწადს და მაინც აი ესე ყოჩაღად ამოიყრის ხოლმე. ეს არის ბორნეო ოდორე. მეგობრებო, ანასგან მყავს რო უსხოლიდან ეს ვარდი. დიდი ხანი ვარჩევდი, ჯეტსეტი მინდოდა ჯერ და მერე ვნახე ეს ვარდი და ვარჩევდი რომელი მერჩივნა. და ბოლო შევაჩერე ჩემი არჩევანი აი ამ ვარდზე და რა თქმა უნდა ერთი წამი არ მინანია, იმიტომ რომ არის ულამაზესი და უკარგესი ვარდი. ძლიერ სურნელოვანი. აი ნახეთ. იქ ქვემოთ სანგრია იჭიტება, გამოიხედა. აქ გადავხედოთ ლავილაკოტას, მაინც ისე ხო ვერ ჩავუვლით, რომ სუნთლად არ შევხედოთ. დახუნძლულია ყვავილებით, გადავიდა მეზობელთან სტუმრად, იქედანაც აქვს ყვავილები.
ეს ნახეთ რა ფერია. აბა დააკვირდით და გამოიცანით. ამ ვარდს მე მივეცი ლელას რჩევით მეორე შანსი. მზეში მყავდა რამდენიმე წელი და ყვავილობა არ მინახავს. და მერე აქედან ამოვიღე ლია ტუტუ, ვინთერლოჯი გადავიტანე და ეს ადგილი რო გათავისუფლდა ცოტა ხის ძირში ასე გადმოვიტანე ეს ბიჭი, გოგო, რა ვიცი. ასე ჯერჯერობით ცალღეროზე ყვავილობს. ეს არის ბიგ ფარფლი. ამას ხო უხდება, მაგრამ აი ამას როგორ უხდება ნახეთ. უკან მყავს შტერნტალერი. წელს შტერნტალერი ძალიან გავკორტნე და სუქვემოთ წევს მაინც და ესე ავიდა გამიბრაზდა. წავიდა სიმაღლეში, ავიდა აი ესე ვენახის მილებზე. შეხედეთ აი სუსუ ბოლოში კენწეროში მეზობელთან გადავიდა. შეხედეთ გამექცა. გეუბნებოდით მე თქვენ რომ ჩემი ვარდები მალე ფეხს აიდგამენ და გამექცევიან თქო. ხო და მართლაც აი ესე გამექცა მეზობელთან ეს ლამაზი ბიჭი. ძირითადად იქედან მეორე მხრიდან აქვს ახლა ყვავილები. ოჰო რა სურნელი აქვს. აი ესე ჟატივით აქვს ფურცლები მაგიჟებს. აქ ალქიმიკოსმა კიდე ორი პატარა ყვავილი მაჩუქა. ბაროკი. აი ესე ვაპირებ რომ ავიყვანო ხეზე. აქეთ არის პატრიარქის ვარდი. ჯახირობს ქოთანში უჭირს, ამას გადატანა უნდა ნიადაგში. ეს არის Dreamlight-ი. ჩამოვედი გურიიდან და ესე დამხვდა ლამის გადაყვავილებული ბოლომდე, მაგრამ მაინც ეფექტურია, ნახეთ. ძალიან გრძელი ვიდეო გამოვდის, მაგრამ როგორ არ გაჩვენოთ. ეს არის Magic Purple. კიდევ ერთი Sirius-ის ვარდი ამ ფერებში. ხო ვთქვი, ხო წინებზე, რომ Sirius-ი თანამშრომლობს მიანის სანერგესთან. საერთო პროექტი აქვთ. ცდილობენ რომ გამოიყვანონ ნამდვილი ცისფერი ვარდი. და აი ამ ცდილობების შედეგებია ეს ვარდი, ისა რა ქვია, ჯისე, ჩემი საყვარელი. აი რითი განსხვავდება ახლა ეს ვარდი და ჯისე, რომ ჯისე მიყვარს თავდავიწყებით და ესეც მომწონს და მიყვარს კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვანსხვავებ. არა და ამას ნახეთ როგორი წაწვეტებული ვარსკვლავებით ფოთლები აქვს, ხედავთ? წინწკლებივით. ულამაზესია ესეც კი. მაგრამ ახლა ასარჩევად რომ დამიდგეს საქმე, რა თქმა უნდა, ჯისეს ავარჩევ. ახლა ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს პრიორიტეტში. ნახოთ, ჯერ გაიზარდოს კარგად და მერე გადავწყვიტოთ ერთად.
მიაბიჩა აი ესე გაშლილი დამხვდა გახუნდა უკვე თავიდან ხო ყავისფერია აშკარად დაკარგული აქვს უკვე თავდაპირველი ფერი ესე იგი ორ დღეში ყველაფერი მოასწრო აქეთ ელდი ბრაითვაითი აშრამიკო და ამას შეხედეთ ნინოსთან ხო ნახეთ ამის მასივი ერთად რო ყავს ჩარგული 10 ძირი ზღაპარი ვარდია აი ესე მინდა ჩავეხუტო იმ ხელა ტოტები აქვს სუ სადაც გაიხედები ყველგან კოკორი და ყვავილია ვგიჟდები ამ ვარდზე აქ იწყებს ყვავილობას ჩემი საყვარელი ჩემი მზეთუნახავი რა თქმა უნდა ყველა იცნობთ ეს არის პოეზია აქედან შევხედოთ ახლა ამ კლუმბას. კლუდბას ბრასერი ჩემს არყოფნაში გაიშალა, გახუნდა. აი ეს არის მაგის ნამდვილი ფერი. რამხელა ყვავილები აქვს, გავგიჟდი. ირმა გელაშვილის ნერგია ეს და აი პირველივე წელს, პირველი რა, შემოდგომით ჩავრგე. კი გამაფრთხილა ცოტა პატარა ნერგიაო და კი გამოზრდი შენო. გამოზრდი კი არა, აგერ გადამრია. აწი და აწი რას იზამს, აბა? ეს თუ გამოსაზარდი ნერგი იყო და მაშინ არ ვიცი მე გამოზრდილი რაღა არის. კენსინგტონ გარდენი. გარდენსი. სულ მეშლება მეც. კენსინგტონ გარდენსი. აი ეს უკვე გახუნდა, მაგრამ ასე იდგება საუკუნე. სანამ არ მოვაჭრი. აქ ხანი დიჟონი იწყებს. როგორ მიყვარს ამის მდუგვისფერი ყვავილები. ნახეთ რა დღეშია, რამდენი კოკორი აქვს. სანამ აქამდე მოვედით, კი გამოვიდა მზე და მგონი ვერ მოვასწარი ამის ჩვენება. იდეალური ყვავილი, იდეალური ვარდი. სურნელი აქვს, აი, წაგაქცევს, ბევრი ერთად როა. ისე იგრძნობა, პირდაპირ ფანჯრებში შემოდის. აქ ფანჯრებთან იმიტომ ვრგავ შედარებით სურნელოვან ვარდებს, რომ გარეთ გაუსვლელად ამის სურნელს სულ გრძნობ.
სამზარეულოს ფანჯარა გამოდის აქეთ და სამზარეულოში რო ვტრიალებ, ეს არის გრანდამურე, მეგობრებო. ამის ხავერდი მინდა განახოთ, მაგრამ აი არ იჭერს კამერა, რომ გაჩვენოთ როგორი ბარხატის ფურცლები აქვს. ძალიან უხდება ჩანდოს. ეხლა მე ავალ სკამზე და გაჩვენებთ ამას ზემოდან. ნახეთ. იქ რა ხდება. ეხლა მეტყვით ისეთი ვარდი რაც მინდა რომ სკამზე ასულად მჭირდებოდეს დასათვალიერებლად, მაგრამ თქვენთვის მეგობრებო, რომ თქვენ განახოთ, თორემ მე ფანჯრიდან პირდაპირ ამის მეორე იარუსს ვუყურებ. აი ეხლავე განახებთ. სიმაღლიდან დანახული მაინც სხვა, მაგრამ ეს უნდა გადავიღო ჩრდილში. ხლა უკვე მზეში ისე კარგად არ ჩანს. აქეთ არის ფრენესი. ულამაზესი გოგო. ეხლა შედის ყვავილობაში. აი ესეთი მაღალი ტოტები აქვს და ამ ტოტების ბოლოებში ყვავის. ძალიან გაპრანჭული ვარდია. აი ეს ჩემი საწყალი იოანე პავლე მეორე. ვითომ გაიშალა. აქეთ patience უსაყვარლესი ვარდია. შეხედეთ როგორ უხდებიან ერთმანეთს. აი ეს კომპოზიცია არის უსუპერესი. ესე იგი ჩაინა გიორლი, patience, pink piano და salbi. აი ეს ერთად გამოეწყნენ სასურათად. აი ნახეთ. როგორი ლამაზია. ჩაინა გიორლიც არ ჩამორჩება სილამაზით. ზომითაც როგორ უხდებიან ერთმანეთს. იქით გადავალ ახლა და სიახლეებს გაჩვენებთ. აქ ეს პაწუკა ედენი, ედენ როუზი. არ ვიცი, როდის გაიზრდება იმ ხელაზე, რომ ავიდეს ამ ღობეზე. დამიფაროს ღობე. არაფერს არ ვაკლებ, ხო იცით ახლა. როგორც ყველა დანარჩენ ვარდს, ისევე ვუვლი, მაგრამ ცოტა აგვიანებს. უჭირს გაზრდა. ეს გახსოვთ სუპირველი ყვავილი პიჩავალანჟის. ისევ ის არის. ასე ტორტივით დგას გაუნძრევლად.
აქეთ პირველად ყვავილობს ჩემს ბაღში ეს გოგო. ნინოსთან ვნახე და შემიყვარდა. ბეატრისი. აი ესეთი ლამაზი ბუჩქი აქვს. პირველი წლის ვარდია. აქეთ ლანდლუსტი. პირველი წლის ვარდია ესეც. შეხედეთ. რამდენი კოკორი აქვს. პირველ წელს არ აყვავილოთ ვარდიო, რო ამბობთ, აი როგორ არ ვაყვავილო, ეხლა დავაჭე რა დავადგე? ეს კოკრები და ყვავილები. აქ არის კარამელ ანტიკი. ეს უკვე გადაყვავილდა ეს ერთი ყვავილი. ნახეთ რა ლამაზია მაინც. და მივუახლოვდით ჩემს უსაყვარლეს ტერაკოტას. ესეც არის იდეალური ვარდი. აი ასე ყვავილობს ტოტების ბოლოებზე. აი ესე. ნახეთ. ფანტასტიკური სანახაობა. ვაიმე, აქ კიდე ერთი ჩემი საყვარელი წითელი ვარდია, ესე დავჩრდილავ და გაჩვენებთ. ეს არის რედ ბერლინი. მაღალი, ლამაზი, ყოჩაღი, ხავერდოვანი. და მინდა გაჩვენოთ, ვაიმე, არ გადავტეხო ესენი. სიმბოლი. შარშან ქოთანში ერთი ყვავილი ქონდა, გადავიტანე ნიადაგში და აი ცოტა მოყოჩაღდეს. ტერაკოტას ჩრდილში მოუწია. მეგობრებო, ეხლა ეს ვარდი, რომელიც ამდენი წელი არ ვიცოდი რა იყო. ჯერ ნაყიდი მქონდა როგორც როტერ კორსარი და არ აღმოჩნდა როტერ კორსარი. გუშინ მარიმ მითხრა, რომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სიმპატი. აბა თქვენ მითხარით. არ აქვს მსხვილი ყვავილები, აი ესე გრძელ ღეროებს გამოისვრის და მტევნებად ყვავის. აბა დამიდასტურეთ, არის თუ არა ეს სიმპათია. მიყვარს უზომოდ. ოღონდ არ ვიცი სახელი. კლერ როუზი. აი ესეთი შეუხედავი კოკრები აქვს კლერ როუზს და გეგონება, რომ უიმედე და ეს რა ვარდიაო, მაგრამ რო გაიშლება, ისეთი მზეთუნახავი ხდება. აი ვერ წარმოიდგენ, რომ ესეთი კოკრიდან შეიძლება რამე სილამაზე გაიშალოს. მაგრამ გაჩვენებთ მერე. აი ესეთი ცხენი გოგო გაიზარდა. სიმაღლეში იქნება აი მეტრ 60, მეტრ 70. ეს პოლბოკიუზია. ესეც ლერის ნაჩუქარი ვარდია. აი პირველი წელია რაც მყავს და პირველივე წელს აი ესე დამასაჩუქრა ღირსეული მეზობელი მინდოდა კომპანიონი აი ამ რედ ბერლინისთვის და კლერ როუზისთვის. მაღალი გოგოები არიან ესენი, გოგო ბიჭები და
გადავწყვიტე პოლბოკიუზი ჩამერგო აქ. მესამე. აი ესე. აქეთ მყავს ტესიკო. სულ ბოდიშებს ვუხდი მიამვარც, იმიტომ რომ პირველი წელი რო გაიშალა, ისეთი წვრილ-წვრილი ყვავილები ქონდა, აი 10 თეთრიანის ხელა. გეფიცებით. უიმედე და მეთქი ეს რა ყოფილა. სასტიკად არ მომეწონა. წუწუნებდი, ვიდეოებს ვუღებდი, მეთქი რა ხდება. მერე კიდე ისე მოყოჩაღდა და ისეთი სილამაზე გაშალა, რომ შემიყვარდა უპირობოდ, თავდავიწყებით და ეხლა მაბედნიერებს ასე ყოველ წელიწადს და სულ ბოდიშებს ვუხდი, რომ თავიდან ვერ მივხვდი რამხელა პოტენციალის ვარდი იყო. აი ესეთი ყოჩაღი ვინმეა. აქ მაინც თვალით შემოვიხედოთ, ეს ბოლო ყვავილია Blue Moonstone-ის. ეს არის წვენი, ფორთოხლის წვენების სერიიდან. Redfairy იწყებს და აი ეს უნდა მეჩვენებინა. გახსოვთ ჩემი პლანეტების სერია? ხო გავასხვისე მაშინ, ადგილი აღარა მაქვს ბაღში, მაგრამ ეს იუპიტერი იმდენად მომწონდა, იმდენად, რომ გავიმეორე. ხელმეორედ გამოვიწერე და ნახეთ როგორი პაწუკა და აი ესეთი ყვავილი გამიშალა. ისევ ამ კლუმბაზე დავბრუნდი, რომ შაკენბორგი გაჩვენოთ, იწყებს გაშლას. ულამაზესი ორაგულისფერი ვარდია და დღეისთვის მოდით ამით დავემშვიდობოთ ერთმანეთს ცოტა ხნით, იმიტომ რომ ეხლა ისე ინტენსიურად იშლება ახალი ვარდები, რომ ყოველ დღე არის რაღაცა სიახლეს ანახავი. აი ესე ძალიან გრძელი ვიდეო გამოგვივიდა. ულამაზეს ყვავილობას გუსურვებ თქვენს ბაღებს, მეგობრებო, რაც შეიძლება მეტი სურათი ვიდეო გადაიღეთ, გაგვიზიარეთ. ეს დღეები ლელას ჯგუფში ისეთი ამბავია, ისე მიხარია დილაობით შესვლა, ყავას როს ვამდილით. ეგრევე ჯგუფში შემოვალ ხოლმე და ვათვალიერებ თქვენ ფანტასტიკურ ბაღებს. ეხლა ჩემი ბაღი ახლოსაც ვერ მოვა თქვენს ბაღებთან, ბევრის ბაღებთან, მაგრამ ეხლა რაც შემიძლია ვაკეთებ. და დიდი მადლობა, რომ მითმობთ დროს და ჩემთან ერთად ათვალიერებთ და ტკბებით ამ სილამაზით. უღრმესი მადლობა ყველას და მომავალ შეხვედრამდე.